ერთადერთი სედანი, რომელიც სუპერქარებსაც კი შიშს გვრიდა. Opel Lotus Omega, 90-იანი წლების ფარული მონსტრი, ნამდვილი მგელი ცხრის ტყავში, რომელიც შეიქმნა მაშინ, როცა Opel-მა და Lotus-მა ძალები გააერთიანეს და ჩვეულებრივი Omega ნამდვილ რაკეტად აქციეს. მის გულში მოთავსებულია 3.6 ლიტრიანი და 6 ცილინდრიანი twin turbo ძრავი, რომელიც 377 ცხენისძალას გამოიმუშავებს, რიცხვი, რომელიც იმდროინდელი სედანისთვის წარმოუდგენლად მაღალი იყო. 0-დან 100-მდე აჩქარებას დაახლოებით 5 წამში ახერხებდა, ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარე 280 კმ/სთ აღემატებოდა, რაც მას იმ პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ სედანად აქცევდა. Lotus-ის ინჟინრებმა არა მხოლოდ ძრავი, არამედ სავალი ნაწილი, ტრანსმისია და აეროდინამიკაც კი შეცვალეს, რის შემდეგაც მივიღეთ ავტომობილი, რომელიც ერთდროულად კომფორტულიც იყო და დაუნდობელიც. თავიდან ბრიტანელებს სურდათ 1100 ეგზემპლიარის წარმოება, მაგრამ მისი მაღალი ფასიდან გამომდინარე გაყიდვები ისე არ წავიდა, როგორც ვარაუდობდნენ, ამიტომ მხოლოდ 950 ცალი დამზადდა და ყველა ერთ ფერში შეიღება, რომელსაც ჰქვია Imperial Green.